ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდა. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა ფიზიკაში წერეს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლაში ტესტირება მხარვეზების გარეშე ჩაიარა. დარეგისტრირებული 29 აბიტურიენტიდან გამოცდაზე ყველა გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი. ახლა გამოვედი გამოცდიდან, ფიზიკის გამოცდა იყო. არც ძნელი, ზოგი ადვილი იყო, ზოგი ძნელი. მოკლედ, არც დაძაბული გამოცდა არ იყო. დღეს იყო ბოლო გამოცდა ფიზიკის გამოცდა, შაშანიშვილი შედარებით გართულებული არ იყო, საშუალო სირთულის იყო და დაძლევადი. ბიზნეს მარათონის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულმა გუნდმა, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტი მოგება დააგროვა, საკუთარ მოგებასთან ერთად მიიღო სხვა გუნდების მოგების 20%, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი კომპანია ჯეობიტმა დაასაჩუქრა. ბიზნეს მარათონი 14 ივლისს რუსთავის მერიის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტისა და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ასაკის რუსთაველმა ახალგაზრდებმა მიიღეს. ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი უკვე მეოთხედ ატარებს ამ ბიზნეს მარათონს 20-200. ამჯერად გადავწყვეტეთ, რომ ჩაგვეტარებინა რეგიონებში და პირველად მათ შორის იყო რუსთავი. პროექტის ფარგლებში ერთმანეთს ეჯიბრებიან გუნდები, ვინ უფრო მეტ მოგებას დააგროვებს დღის ბოლოს 12 საათის შემდეგ საწყისი 20 ლარის კაპიტალით. იდეაში არის ესე, რომ მინიმუმ 200 ლარი მაინც უნდა დააგროვონ. პროექტში მონაწილეობდა რუსთავში 7 გუნდი, მათ შორის იყვნენ რუსთავის გუნდები და თბილისის გუნდებიც, უნივერსიტეტებიდან ბავშვ სტუდენტები. პროექტს მხარს უჭერდა საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტრო, რუსთავში ძალიან დაგვეხმარა ორგანიზებაში და მხარი დაგვიჭირა რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრმა. ასევე პროექტის მონაწილეები დააჯილდოვა კომპანია ჯეობიტმა სპეციალური საჩუქრებით. კალიფორნიული სუიტა რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე. რეჟისორმა კოტე აბაშიძემ სპექტაკლი ნილ საიმონის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლი ერთ მოქმედებად ვითარდება და მასში რუსთაველი მსახიობები არიან დაკავებული. რეჟისორმა პიესა შეცვალა სპექტაკლი. პიესისგან განსხვავებით სხვადასხვა თაობის წარმომადგენელის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. რუსთავის თეატრის მცირე სცენა გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. დრამატურგიულ მასალაში სამივე გმირი, ასე ვთქვათ, სამივე ნოველის გმირები არიან ერთი ასაკის, მაგრამ ჩვენ შევცვალეთ ასაკი, სამ თაობად დავყავით, ისევე როგორც თეატრია, სამი თაობა, ახალგაზრდა, საშუალო და ასე ვთქვათ, ასაკში შესული ავტორიტეტული უფროსები და მხოლოდ ხა თეატრის სახეობების გამო არ გაგვიკეთებია ეს თავიდან ბოლომდე სპექტაკლის ყურების შემდეგ ესე ფაქტურად მთელი ცხოვრება იწყება ახალგაზრდული ასაკიდან და თავდება ასე ვთქვათ სერიოზული წლებით. ისევე როგორც არის ჩვენი ცხოვრება, პიესის ასე ვთქვათ ფუნდამენტი არის ყველასათვის ძალიან გასაგები და ყველასათვის ძალიან რთული ცხოვრებისეული ფილოსოფია. მე მიხარია, რომ კიდე ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატა თეატრის რეპერტუარს. ძალიან მიხარია, რომ სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ და დღევანდელ რეალობაში რაღაცა ფიქრი ეზარება მაყურებელს რატომღაც. და ეს სპექტაკლი სწორედ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე და ჩვენი ცხოვრების მანკერ მხარეებზე ვაფიქრებს და უფრო მე სულ ვიფიქრებს და უფრო მეტ თანაგანცდას გამოიწვევს ჩვენში ხელოვნება, სულიერება, უფრო სხვანაირები ვიქნებით ჩვენც. 18 და 19 ივლისს რუსთავში მსოფლიო ჩემპიონისა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორის თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტურნირი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ჩატარდება და დილის 10 საათიდან დაიწყება. გახსნის ცერემონიალი 18 ივლისს 17 საათზე შედგება. თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წელს 10 ქვეყნის ჭაბუკთა ასაკის მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს გარდა შეჯიბრზე თურქეთის, რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ირანის, ბელარუსის, უკრაინის და აზერბაიჯანის ჭაბუკის სპორტსმენები იჭიდავებენ. ტურნირს თვითმმართველი ქალაქი რუსთავი და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ატარებს. მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის ტურნირი. ეს ტურნირი გაგრძელდება 2 დღე. მასში მონაწილეობას იღებენ 11 ქვეყნიდან არიან ჩამოსული სპორტსმენები. იქნება ძალიან სერიოზული ტურნირი. მე ვთხოვ და მოუწოდებ რუსთაველებსაც დასწრება იქნება უფასო და თუ დაესწრებიან ძალიან კარგი იქნება.
მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის თავდაცვის და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაცია თავმჯდომარის არნო დანჯანის ხელმძღვანელობით დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება მათ ორმხრივ თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესი კვლავაც აქტიურად უნდა გრძელდებოდეს. საუბარი შეეხო საქართველოს რუსეთის ურთიერთობასა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის თემასაც. არნო დანჯანის განცხადებით ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში სწორედ ამ საკითხის შესასწავლად ჩამოვიდა. ეს არის დელეგაცია ევროპის პარლამენტის საგარეო კომიტეტი შემოვიდა მნიშვნელოვანი შემადგენლობით, თავდაცვის უსაფრთხოების კომიტეტი და ეს არის არნო დანჯანი ამ კომიტეტის თავმჯდომარე. საბჭოხარო წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისინი შეხვდნენ დღეს დილით ვანო მერაბეშვილის ციხეში. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი არ არის აქ ჩამოსული საშინაო პოლიტიკას საუბრობთ. ეს არის ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, რომელიც ჩამოსულია ოკუპაციის შესასწავლად, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული და განვითარებას დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია, წარმოადგენს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებს და მათთან საუბარი ეს რაღაცა გემოვნების საკითხი კი არ არის პოლიტიკური, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რაღაცა, თუ შენ გინდა რომ საქართველოსთვის კარგი გააკეთო. ირაკლი ალასანიამ სომხეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო. მხარეებმა დღეს ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც ალასანიამ აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელობისთვის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია. დღეს გქონდა ორმხრივი შეხვედრა ბატონ მინისტრთან. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული თანამშრომლობის სტადია. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა ზუსტად იმ გეგმით მიდის, რომელიც დავსახეთ 2013 წელს. დავისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში, ორმხრივ ურთიერთობაში იქნება განსაზღვრელი 2014 წლისთვის. მე მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის არის პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემს მეგობარს ოფიციალური ვიზიტით მოწვევისთვის. დღევანდელი მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ შევაფასეთ ორი ქვეყნის ურთიერთობები და დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის განვითარების გზები თავდაცვის სფეროს კუთხით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რადგან ისტორიულად მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ერთობლივ ურთიერთობებს. ეს საფუძველს მოგცემს გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას სტრატეგიული დახმარების, სამთო პირობებში ჩვენი სამხედროების გაწვრთნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე სამხედრო განათლების სფეროში. სომხეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყანა, რომელიც მუდმივად ვითარდება. სამართალდამცავებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში მძღოლების მოსასვენებელ შენობაში, ეგრეთ წოდებულ ტირ-პარკში დროებით მფლობელობაში ფართი ჰქონდა, სადაც გარკვეული გასამრჯელო სანაცვლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა. ტირ-პარკის მომსახურე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში მძღოლების მოსასვენებელ ტირ-პარკში გარკვეული გასამრჯელო სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა. ტირ-პარკის მომსახურე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლით.